ეხება ეს. აი, როდესაც ჩვენ მსახიობი, რომელიც დაიჭირეს და არაფრისათვის იმას რომ იცავენ, ამ ხალხს რომ ესხმით, თავს უკვე გასაგებია, ფაშიზმი მეტი რა არის. გამარკვიეთ ერთი რა არის, სხვა ისე რომ მსახიობია დაჭერილი ხალხი ქვეყანაში. ჩვენ და ბიძინა ივანიშვილს გაეგეთ ფერქვეშ, კი ბატონო, რაც გინდათ, როგორც გინდათ, ისე გააკეთეთ, ვინ გებრძვით, თქვენს ბიოგრაფიას წერთ, ამით და მოვა გარკვეული დრო სამარცხვინო იქნება ეს ყველაფერი. მე ვნახე ადამიანები, რომლებიც ვთქვათ, აი, წინა პერიოდში ლაპარაკობდნენ იმას, რომ რა გააჭირა საქმე ამ მერაბ ბერძენიშვილმა. მომისმენია ესენი, როდესაც მე ძეგლთან და ნახეთ გადაცემა, მე ძეგლთან ვიყავი, ძეგლიდან ჩავთეს და ცნობილი პიროვნებები რომ იჯდნენ, არ მინდა არ ვასახელებ ამას, იმიტომ რომ მე არ ვბოროტდები და მე არ მინდა რომ ეს გამოვიყენო, მე ვიცი იმ ადამიანების ფასი, მე რა რომ მე გამაკრიტიკეს, მე რა რომ ვთქვათ რაღაცა აი გამოვიდა და ბუღაძე მე უწიგნური მიწოდა. წადი და წიგნები წაიკითხე სახშიო დავით აღმაშენებლის ძეგლთან რომ დგახარო. ნუ ეხლა გავყვე ეხლა ბუღაძეს ამ საუბარში, ვინ რა წიგნის მეტი არაფერი მაქვს, სახში და მეტი არაფერი მიკეთებია, მაგრამ ამათ ესეთი რამეები აქვს და გადაცემაში და როდის გააკეთა ეს გამოსვლა, როდესაც დაინახა რომ ვთქვათ იქ პიროვნებები რომლებიც მისდომდნენ ლაშა დაბუგაშვილი გარეთ რომ იყო გასული და ჩართვა რომ მოხდა. ბლანძღავდნენ, მაგრიტიკებდნენ და პირიგი რა თქვეს, ჩემი რა არის. მერაბ ბერძენიშვილმა რა გააჭირა საქმეო თავისი ძეგლით და ამით და იმით რომ ვინ არისო რა კატასტროფა ის არის რომ მაშინ არ დავდექით ფეხზე. აი მე ვამბობ იმას რომ არიან ადამიანები რომლებმაც ყოველთვის სწორი რეაქცია გააკეთეს ამა თუ იმ საკითხზე. მე გავაკეთე რეაქცია, როდესაც ანგრევდნენ ქუთაისში მემორიალს და ვთქვი რომ ამის დაშვება არ შეიძლება. მე გავაკეთე რეაქცია მაშინ, როდესაც მერაბ ბერძენიშვილის ძეგლი გადაქონდა და ვთქვი რომ ამის დაშვება არ შეიძლება. მე გავაკეთე რეაქცია ყველა იმ პრინციპულ საკითხზე, როდესაც მიწის გაკიდვა დაიწყეს, კანონები რომ მიიღეს, ყველაფერი რეაქცია გავაკეთე და როგორც აი პირდაპირ ვამბობ იმას რომ აი რომ გამოვიდა ძალიან ვთქვათ თუნდაც აი გერმანიაში ვინც გაიმარჯვა ეხლა არჩევნებში მისი მთავარი რა იყო მოტივი ხალხს მიმართა გერმანელებს და უთხრა რომ ბატონებო აი მე ვარ ეს კაცი ჩემი ყველაფერი გამოქვეყნებულია ნახეთ თუ ოდესმე პოზიცია შემიცვლია მე ხშირად მithქვამს ეს მაგრამ გამაძლიერა გერმანიის აი ამ გამარჯვებული პოლიტიკური გუნდის და აი მისი ლიდერი ზაბაშოლცი იყო ლიდერი მაგრამ გამაძლიერა აი მან თქვენ კარგად იცით მე ყოველთვის ვამბობდი რომ ესენი ყველანი წავლენ ვინც ევროპაში ავრიან იმიტომ რომ ესენი არ არიან ის ხალხი რომლებიც ევროპული ღირებულებების დაცვა შეუძლია თქო მაგრამ არც ის იყო სწორი როდესაც ჩვენ ესე ვებრძოდით მათ მაგრამ მე დღეს უფრო მეტად გაძლიერებული ვარ და ვამბობ რომ ყველა ჩემი გამოსვლა თეთრები წერტილი ორგი ამ იმაზე დევს რა მქონდა გამოსვლები ჯერ ვიდრე ქალაქის ხელმძღვანელი რო ვიყავი კომუნისტურ ეპოქაში რა მქონდა იმის შემდგომ ეტაპებად ყველა გამოსვლა ჩემი დევს და მითხარით ოდესმე თუ მქონია სხვა აზრი გარდა იმისა რომ სისტემური ცვლილებებია საჭირო რომ ხელისუფლებას აქვს ორადორი ფუნქცია პირველი ის რომ კონკურენტული გარემო შექმნას ქვეყანაში და ადამიანი იყოს დაცული და ვამბობდი იმას რომ თუ ხელისუფლება მას არ ასრულებს ის ამ ქვეყნის ხელისუფლება არ არის მე ვამბობდი რომ აქედან გამომდინარე მოკავშირე არ იყო ამ ხელისუფლება აჩვენეთ ვინმე საწინააღმდეგო ავამბობდი რომ მოკავშირე არ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ხელისუფლებად იმიტომ რომ ის არ ასრულებს ხელისუფლების მთავარ ფუნქციას ხელისუფლების მთავარი ფუნქცია არ შეასრულა არც ნაციონალურ მოძრაობამ ხელისუფლების მთავარ ფუნქციას არ ასრულებს არც ოცნება და ლანძღავენ ადამიანებს ხელოვნების მოღვაწეებს ხელოვანი თეატრალია დაჭერილი იცნობთ თუ არ იცნობთ ნებისმიერ ქვეყანაში ჩვენ ყველა უნდა ვთქვათ რომ მიტინგის დროს დაიჭირეს მიტინგი მერაბ ბერძენიშვილი მერაბ მამარდაშვილი წავიკითხოთ უწიგნურობა იმაშიც არის რომ მერაბ მამარდაშვილი ამბობს იმას რომ მიტინგი მთავარია ქვეყანა არ მიიყვანო მიტინგებამდე თორემ მიტინგზე ყველას დაჭერა შეიძლებაო და ხელისუფლება ზოგჯერ ხალხი რო დაიჭიროს მიტინგების პროვოცირებას აკეთებსო მე არ მინდა დავაბრალო ვინმას ამის ისა მაგრამ მე ვიყავი ხელი თათბირების მომსრე როდესაც მიხეილ სააკაშვილი და ეს ეგრეთ წოდებული ეს ჯგუფი რომელსაც თქვა რეფორმატორთა ჯგუფი ქვია აი ისინი ამბობდნენ აი ახლა ეს გავაკეთო ამ პროვოცირება რო გაეკეთებიათ მე ძალიან კარგად ვხედავ ამას იმიტომ რომ ამას იმიჯმეიკერები ასწავლიდნენ ანუ იმას ვისაც ქირაობდნენ ქვეყნის გარეთ რეალურად მე გითხარით და ვამბობ კიდევ ერთხელ ჩემი ყველა გამოსვლა დევს მე პოზიცია არ შემიცვლია ქუჩა არის კატასტროფა მიტინგები არის კატასტროფა
ქუჩით ხელისუფლების შეცვლა არის კატასტროფა, მაგრამ ქუჩაში ხალხის გამოყვანაც არის კატასტროფა და ხელისუფლება, რომელიც პროვოცირებას აკეთებს ქუჩაში ხალხის გამოყვანის, ის ხელისუფლება პირველ რიგში, ესე იგი, პასუხგასაცემი, არ შეიძლება მიტინგებზე ხალხის დაჭერა, არ შეიძლება ეს, იმიტომ რომ ეს რეალურად სულ სხვა წავიკითხოთ ნებისმიერი არისტოტელედან მოყოლებული, ესე იგი, ჩვენს წელთა აღრიცხვამდე და იმის შემდგომ მოყოლებული, რა იყო, ვთქვათ, რას ამბობდნენ ისინი. რეალურად ჩვენ სხვა გზით მივდივართ, ვაკეთებთ იმის საწინააღმდეგოდ, რაც კაცობრიობის სიკეთეებთანაა დაკავშირებული და მე გვიკვირს და ვიცავთ, ზოგი მიხეილ სააკაშვილს, ზოგი ბიძინა ივანიშვილს. ქვეყანა ბატონებო უმძიმეს მდგომარეობაში. ქვეყნის გარეთ წავიდა უამრავი ადამიანი, ქვეყანა გაივსო უცხოელებით, ჩვენ სტრატეგიული ხელშეკრულება დავამყარეთ და ხელი მოვაწერეთ ჩინეთთან, ჩინელებს ვაშენებინებთ პორტს, ირანთან გვაქვს ისინი ვლანძღავთ ევროპას, ამერიკას, სად ხარ ჩვენ სად ცხოვრობთ, ამას რომ მოითმენ, თუ მე ვეხვეწები ბიძინა ივანიშვილს, თები ბატონო ბიძინა, არ შეიძლება